GIG, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველო წარმოგიდგენთ. რას გვიყვება დრო? რადიკალური გარდაქმნა ევროპის ყველაზე ღარიბიდან ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნამდე. ასეთია ირლანდიის ისტორია ერთ წინადადებაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანას ჯერ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა ჰქონდა მოსაპოვებელი. რევოლუცია, ომი, აჯანყებები და 1919 წელს პირველი ირლანდიური პარლამენტი, რომელიც 21 იანვარს 1918 წლის არჩევნებში გამარჯვებულმა ნაციონალისტურმა პარტიამ შინ ფეინმა და მისმა დეპუტატებმა დაარსეს. რასაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ირლანდიის ოფიციალურად დამოუკიდებლად გამოცხადება მოჰყვა. მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ირლანდიის რესპუბლიკური პარტია ბრიტანეთის ძალების წინააღმდეგ პარტიზანულ ომს აგრძელებდა. 1921 წლის ივლისში მიღწეულმა ზავმა მოლაპარაკებები გახსნა, რაც 6 დეკემბერს ანგლო-ირლანდიური ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა. სწორედ ამ ხელშეკრულებამ დააფუძნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო როგორც თვითმმართველი დომინიონი ბრიტანეთის იმპერიაში. ამავე დროს 6 ჩრდილოელ ოლქს უფლება მიეცა, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, რითაც ჩრდილოეთ ირლანდია ჩამოყალიბდა. სრულ რესპუბლიკამდე გასასვლელ გზას მაინც წლები დასჭირდა. 1931 წელს ბრიტანულმა კანონმა დომინიონებს, მათ შორის ირლანდიის თავისუფალ სახელმწიფოს, საკანონმდებლო დამოუკიდებლობა მიანიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ ირლანდიის კონსტიტუცია შეიქმნა, რამაც თავისუფალი სახელმწიფოს ჩარჩო შეცვალა. ქვეყანას კი მისი ამჟამინდელი სახელი ირლანდია ოფიციალურად ეწოდა, რამაც ბრიტანულ მონარქიასთან სიმბოლური კავშირები მნიშვნელოვნად შეამცირა. და უკვე 1948 წელს მიღებული კანონით, რომელიც ძალაში 1959 წლის 18 აპრილს შევიდა, ირლანდიის რესპუბლიკის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და ქვეყანამ ბრიტანეთის თანამეგობრობაც დატოვა. აქედან ირლანდიის ეკონომიკური ფორმირებაც იწყება, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს ეფუძნება. პროტექციონიზმიდან ღია ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლას, რომლის ცენტრშიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა აღმოჩნდა. ამბავი კი ასეთი იყო. 1958 წელს ირლანდიამ თვითკმარობაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე უარი თქვა და თავისუფალ ვაჭრობასა და უცხოურ ინვესტიციებზე გადაერთო. მერე იყო ევროკავშირში გაწევრიანება, რამაც ქვეყანას ერთიან ბაზარზე წვდომა მისცა და გაერთიანებულ სამეფოზე დამოკიდებულება შეამცირა, რითაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები მოიზიდა. 1960-იანი წლებიდან შემოღებულმა უფასო საშუალო განათლებამ და ტექნიკური კოლეჯების განვითარებამ მაღალკვალიფიციური ინგლისურენოვანი სამუშაო ძალა შექმნა. გადამწყვეტი ფაქტორი მრავალეროვანი კომპანიებისთვის. 1995 წლიდან 2007 წლამდე პერიოდი კი ქვეყნის ეკონომიკურ ისტორიაში კელტური ვეფხვის ეპოქად ითვლება. ამ წლებში ირლანდიამ კორპორაციული გადასახადი 12.5%-ზე დააფიქსირა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების გიგანტი კომპანიები ინტელი, დელი, მაიკროსოფტი ქვეყანაში მიიზიდა. ამავე პერიოდში ინდუსტრიული განვითარების სააგენტომ ირლანდია ტექნოლოგიასა და ფარმაციაში ევროპული ბაზრის პლატფორმას წარადგინა. მთავრობას, დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს შორის ხელშეკრულებებმა ხელფასების ზომიერი ზრდა და საგადასახადო შეღავათები დააბალანსა, რაც გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნიდა. 2008 წლიდან უკვე ტექნოლოგიური ეპოქა იწყება, როცა საბანკო და უძრავი ქონების მძიმე კრიზისის მიუხედავად ექსპორტზე ორიენტირებულმა მრავალეროვნულმა სექტორმა სწრაფი აღდგენა უზრუნველყო. დღეისთვის ირლანდია კვლავ გლობალური საინვესტიციო ცენტრის სტატუსს ინარჩუნებს. მიუხედავად გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა, აქ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები რეკორდულ ნიშნულზეა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 107-148,000 შორის მერყეობს. უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ბიუჯეტი კი სოლიდურ პროფიციტს აჩვენებს, რასაც ძირითადად შტატების მრავალეროვნული კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადები განაპირობებს. ასე ეტაპობრივად ომების, რევოლუციების, დაპირისპირებების, გადატრიალებებისა და დაძაბულობის შემდეგ თითქმის ერთ საუკუნეში ირლანდიამ მოახერხა, რომ ჯერ დამოუკიდებელი გამხდარიყო, შემდეგ კი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის სტატუსი რადიკალურად შეეცვალა, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის სტატუსით.